მოგესალმებით. დღეს ის ჯადოსნური დღეა, რომ ვიძახდი. დიდი შეკრება იქნება თქო. ძალიან ბევრი მანქანა და ძალიან ბევრი ხალხია. არ ვიცი რამდენად შევძლებ ყველაფრის კარგად ჩვენებას, მაგრამ ვეცდები რომ ძალიან ბევრი გადავიღო და გაჩვენოთ როგორი შეკრებები იმართება ამერიკაში. ეხა კონკრეტულად ვიმყოფებით პოკონოს ავტოდრომზე, პენსილვანიაში და შემი ყველაზე იმპაქტი ქვია, შესაბამისად ძალიან ბევრი BMW-ა. რა ვიცი, ყველგან BMW-ა. გაიმართება როგორც დრაგი, ასევე დრიფტი. ერთ-ერთი ორგანიზატორიც არის გიორგი, რაც ძალიან კარგია და საამაყოა ის ფაქტი, რომ ესე დიდ ღონისძიებებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას როგორც ორგანიზატორები. მრბოლელებიც იქნებიან ქართველები, მაგრამ გამიჭირდება რომ ვიპოვნო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტერიტორიაა აი ამ ხელა და ყველაზე ცუდი ფაქტი ის არის, რომ დრონის ფრენა არ შეიძლება, შეზღუდულია და სამწუხაროდ დრონის კადრები დღეს არ გვექნება. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ გულშემატკივრობთ და ასე გავაგრძელებთ ჩვენს და თქვენს. ყველას წარმოდგენილი აქვს თავისი პროდუქტი გასაყიდად. ზოგი ისკებს ყიდის, ზოგი ნაწილებს, ზოგი მაისურებს, ზოგიც რა ვიცი, მე მგონი ყველანაირ აქსესუარებს, კეპებს, ფეხსაცმელებს და ასე შემდეგ. ეხლა ვეცდები ვიპოვნო გიორგი, რომელიც ასევე თავისი მერჩით არის წარმოდგენილი და გავესაუბროთ, გავიცნოთ და გავიგოთ რაღაცეები ესეთი ღონისძიებების შესახებ. ეხა შლიან თუ აწყობენ გონი ტურბოსტენიან და დრაგზე გამოვლენ ალბათ. რავი, კარგია, მაგრამ ჩემი თვალები და გული მაინც აი ესეთი ძველი მოდელებისკენ მიდის ხოლმე რა, როგორიც მაგალითად ის M5-ია ან ეს 36. რა ვქნა, აი ბუგატია, მაგრამ რავი, ბუგატია რა. ჩვენ საქართველოში გავიზარდეთ ამ მანქანებზე და ნოსტალგია მაინც ისეთია. უკვე გითხარით, ყველა BMW-თია მოსული. აი Mercedes-ებიც გამოერია, მაგრამ ალბათ თავისთვის წყნარად იქნებიან რა. Fordis ხმაყოფილი
აი ეს კოლგებიან ასაც ხედავთ. ყველა რაღაცას ყიდის, ყველას თავისი პროდუქტი აქვს წარმოდგენილი და ყიდის. ვერ მოიწყენ რა. საჭმელი, იმის იქით ძალიან ბევრი საჭმელია. მშიერი არ დარჩები. ბენზინგასამართი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბენზინი იხარჯება აქ და იქ მე-7 სერია დავინახე. შევაგდებ გარაჟში ესაც. რთულია სხვათა შორის ამერიკაში იპოვნო ესეთი კარგ მდგომარეობაში. სალონი ალბათ შავი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ღირს მოძებნად აუცილებლად. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კუზაოა. აქეთ რა გვაქვს? სუპრა, რამდენი BMW-ც ისე ხელში ამოვიდა რა, ცოტა სიმართლე რო გითხრათ რა. აი რა ვიცი, აუდის მაინც გადავუღოთ, მაგრამ არ გვინდა აუდი. ვა, ისიც გაიჩიტა. ფურგუნიც გაიჩიტა. ელექტროსკუტერი უნდა წამომიყვანა, შევცდი რო არ წამოვიყვანე. ჯერ მაღაზიიდან და მერე სახლიდან. გასწორებთ აქ. მშვენიერი. დახვეწილი. დაკიდებაც გეონებით კარგად, დისკებიც კარგი. მშვენიერი, ვერაფერს იტყვი. აი ვერ ამოხსენი რა. ალბათ იმის ბრალიც არის, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი ახალი მანქანაა და ეს ახალი მანქანები ისე მიეჩვია თვალი ამ ახალ მანქანებს, რომ რაღაცნაირად თითქოს ყოველდღიურობის ნაწილად უყურებთ და აი მე რო ხვდება მაგალითად 36, 46 და ეგეთი მოდელები გინდება რა უფრო მოგწონს და უფრო თვალს და გულს უხარია რა. რასაც საქართველოში ისეთ პონჩი არაფასებენ თუ არ ვიცი, ან განადგურებული რო ნახევარზე მეტი, მაგიტომაც არის რომ ცოტა ისე უყურებენ და ახალი მანქანები პრიორიტეტია. ეს ვიღაცას შემოეპარა რა სკავს, ემის ბამპერი რო უყენია. ან ჰაერ საიდან იღებ ძმაო? ჰიბრიდია სავარაუდოდ. ელექტრო. სადმე არ შემიშვებენ რომ საბურავები დავწვა. რა საინტერესოა. რა უგემოვნო მანქანაა რა, ფუსტკმა შემილია მარტო ეს ზიზილ პიპილოები რა უბედურება. არ მიწყინოთ Mercedes-ის მოყვარულებმა, მაგრამ მაგარი უგემოვნო მანქანა არის და მგონი დამეთანხმებით აი ეს ოქროსფერი ემბლემები და რაღაცეები რო. მეგონა რომ ჩემ მანქანას უღებ და ფოტოებს და თორმე იქ GT-R იდგას. როგორი ამბიციური ვარ. ორას 40-ია. ემებს ესე არ იმეტებენ ხოლმე. Hot-dogis რიგში ვდგავარ ალბათ 1-15 წუთია, ეს იყო ყველაზე პატარა რიგი, დღეს აი 4 კაცი დარჩა და
დაახლოებით 4 საათია უკვე აქ ვარ. გადაღებით ბევრი რაღაც გადაღება ვერ მოვახერხე. იმიტომ რომ თურმე ძალიან ბევრი აკრძალვა ყოფილა და მე არ მქონდა აკრედიტაცია გადაღებაზე რა. მხოლოდ საშვი მაქვს, რომელიც უბრალოდ ყველგან შედიხარ, მაგრამ ყველგან ვერ იღებ. არის ადგილები, სადაც ვერ იღებ, მაგალითად დრაგთან ახლოს ვერ გადავიღე და ასე შემდეგ. დრიფტს ვცდი, მე დრიფტთან გადავა, შეიძლება იქ იყოს რამე გადასაღები და თავად ისე ხელცარილი არ წავიდე სახლში. ეხლა ცოტა უნდა ვჭამო, თორე ვიბრიდები ცუდად. გაგეცინებას და იმ ჰოთ-დოგმა, რომელიც წერან რიგში რო ვიდექი და ვიყიდე, მომწამლა. დამაგდო ეგრევე. ანუ აქ fast food-ს ისედაც არ ვჭამ ხოლმე, მაგრამ ესეთ ადგილებში რა, სადღაც ერთჯერადად რო ყიდიან საჭმელს და გარეთ ჯიხურებში რო ამზადებენ, არა ჰიგიენურია ხოლმე რა. და არ გირჩევთ რომ გარისკოთ. არც ნიუ-იორკში რო დგას ის პატარა ბოქსები და ჰოთ-დოგები რო იყიდება, არც იმას არ გირჩევთ. არ გამისინჯავს, მაგრამ აი ხო გეუბნებით, საშინელებებს აკეთებ. იმედია, რავი, მალე გადამივლის, თორე დასრულდება ისე რომ თითქმის ვერაფერი ვერ გადავიღე. მოვედი გიოსთან, ნიუ-ჯერსი ბიმერს, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ორგანიზატორი. კი ბატონო. წახმაურია. დღეს წარმოდგენილი გაქვს შენი მერჩი, ხო? კი, ჩემი მერჩი, ამას ვაკეთებ უკვე დიდი ხანია, რა ვიცი, 2013 წლიდან ჩემ მერჩს ვაკეთებ. მე პატარა ქარხანა მაქვს, მეტალის რაღაცებს ვაკეთებ ყოველთვის და ეს ბეჯები, keychains, license plate რაღაცებს ყოველთვის აქ ვაკეთებ. პატარა ქარხანა, მეტალის, ხო, მეტალის ქარხანა. საკუთარი? ხო, მან როდის მოვიდეთ? მადლობა, გინდა მოსვლა? აუცილებლად. ხო, განახ, მაგარი რაღაცა. CNC უწყლის შარხები, რავი, ყველაფერი, ლაზერი და რავი. და შენ დამზადებ ხო, რაღაცებს? ჩვენ აი ქარხანაში ვამზადებინებ ამას ყველაფერს, აგერ ჩემი დიზაინით არის ეს და მე მაგარია. კასტომარი, როგორც ხედავ აგერ და თავისებური ის აქვს. 2013-დან ამერიკაში ხარ და არა, 2013-დან არა ამერიკაში. 2013-ში დავიწყე ნიუ-ჯერსი ბიმერს. თვითონ ეს კლუბი რა, კლუბი ჩამოვაყალიბე თავიდან, დავდიოდი გარეთ ქარმითებზე. ჩემი პირველი პოსტი იყო MySpace-ზე იყო, მე Facebook-ზე და რაღაც როგორც იყო რა. და რა ვიცი, მე ავქენი და ეს ნიუ-ჯერსი ბიმერს გადაიქცა რაღაც როგორ გითხრა, სენსაციად, ყველა ხო იცი ძალიან ამხვა რა. და ეს გამოდიოდა ამ ქარმითებზე, hangouts აკეთებდა და მე და გადავწყვიტე რომ ჩემი მერჩი გამეკეთებინა. საკმაოდ დიდი ჯგუფია, ხო როგორ ვიცი, მეც ვარ გაწევრიანებული, მაგრამ სად დიდი წლებია რაც მოდიხარ. დიდი ხანია რომ მოვდივარ და ყოველთვის ყველა მიცნობს. ნიუ-ჯერსში ძალიან ბევრი მიცნობს, ასე დავინახავენ. ჯიო ყველა მიცის რომ აი ნიუ-ჯერსი ბიმერს ჯიო რა და ის არის რა ქვია. ამას რო ვაკეთებ უკვე დიდი ხანია, უკვე მე დავიწყე შოუებზე სიარული, ესე იმპაქტი, სხვადასხვა შოუ ელიტუნერზე დავდიოდი და სხვადასხვა ადგილებში რა. ნიუ-ჯერსი ბიმერის ესეთი ივენთებიც ხო იმართება? როგორც ახლა ბიმერს, ესე იგი ნიუ-ჯერსი ბიმერს United ჩამოვაყალიბე 2023 წელს. 23 წელს ჩამოვაყენებე ბიმერს United-ი, Long Island Beamers, Philly Beamer Club და მე. და ერთად შევერთით რა და United გავაკეთეთ რა Beamers United. ხო და დავიწყეთ როგორც Impact-ს ახლა დიდი შოუ და Beamer Invasions, ეგეთი ვარიანტი გავუშვით ჩვენს Beamers United. და ვაკ Beamers vs the World ქვია თვითონ events, რომელიც ვაკეთებთ ორჯერ წელიწადში. Season opener-ი გვაქვს გამოზაფხულზე და season closer-ი გვაქვს შემოდგომისკენ რა. და ისიც პენსილვანიაში ყოველთვის Maple Grove Raceway-ზე. დიდი შოუ არის, საკმაოდ დიდი შოუ არის, 1000-ზე მეტი მანქანა მოდის, 200-300 რეისერი ყავს, დრიფტაობა, ვენდერები, სპონსორები, რა ვიცი, დიდი ბიზნესაც იქცა, დიდი ბიზნესაც რა და ძალიან კაია კი და ესე ჩემი part of the hustle არის რა. თან ძალიან ბევრი ხალხი ყავს, ხო? კი, ყოველთვის ხალხი არის. As well. He has a question about this deal. Yes. Does it fit a 340i? The M340 2022 pre-LCI one. Pre-LCI? Yeah. No. It doesn't? Only LCI? LCI, it has to be LCI. Yes. რა გაქვს ყველაზე ძვირიანი აქ? ყველა ზვირიანი რულები. რულები დავიწყე 2020 წელში COVID-ი რო დაიწყო, პრიკოლი ის იყო რომ რული მინდოდა ჩემი მანქანისთვის რა. და მივედი ერთ-ერთ რულებს აკეთებდნენ რა, რაღაცა მოიცა რაღაცა კარის გოფ რაღაცა ქვია. რული მინდოდა ჩემთვის და მეთქი დამასპონსორეთ რა.
და არა დაგასპონსორო თუ რაღაც. მე ვთხარი მაშინ ნახევარფარს მე დამასპონსორეთ რაღაცა ქენით, იმიტომ რომ მაშინ უკვე New Jersey Beamers Virginiaში ვიყავი და მაინტერესებდა ვინასწავლე. უარი მითხრეს და გაუბრაზდი, ვიპოვე manufacturer-ი ქარხანა იმენად, ვინც აკეთებს ამ რულებს აკეთებს BMW-ს, ვინც არის. და ეგენი ვიპოვე იმენა იაპონიაში. დავიწყე მაგათთან ბიზნესი და რა ვიცი, თითქმის 200-ზე მეტი გაყიდული მაქვს ესენი აქ ნიუ-ჯერსიში, ჩემს სასტავში. და იმენა რა ვიცი, გიორგი რამდენი იყიდა, რა ვიცი, 3 გიორგი გასა. რამდენი მანქანას იყიდა, იმდენი საჭე იყიდა. იმდენი საჭე იყიდა. ხო, საჭე ისეთი რაღაცაა, რომ მართლა გინდა კაი საჭე. როცა შეცვლის საჭეს შენ მანქანაზე, რაღაცნაირად სხვანაირად ზნობ თავი, იმიტომ რომ ურთიერთობა მე ვიტყოდი რომ M-ზე ურთიერთობა არა, ყველა საჭეზე მე 440 მყავდა იმამდე რა. ხო. და სიმად მაგიდან დავიწყე, მაგ ვიყიდე საჭე პირველად. აი, რო დაუყენებ ამ საჭეს, აი ლამაზი საჭე როა, კომფორტული და რაღაც სხვანაირი მატერიალი როა. რაღაც you feel better. და გიხარი რო ზდები რა, რაღაცა Oh, nice. კაი პრიკოლია რა, 2002. ჯიგულია რა. კარგი. მაგას ასე გავაკეთე და მე რა ვიცი, ძალიან გავიკაჩე მაგ პუნჩი ძალიან ყველა ჩემ გაყიდულობს და რაღაცა. კარგია, მე მიხარია ყველა წარმატებული ქართველი. მადლობა. ბევრ წარმატებას გისურვებ. აუცილებლად შენთან გარაჟში გადავიღებთ, იმიტომ რომ ვიცი ძალიან ლამაზი მანქანა შეიძინე. კი, რა თქმა უნდა. რასაც ჯერ არ ვიტყვი და რომ მივალთ გაჩვენებ. I'll kill you, bro. I'll kill you for this. ო, ჩვენ გვეგონა რომ სკუტერი მოიპარეს, თუმე მეგობარმა წაიყვანა. Damn, man, I was like somebody stole my scooter, man. What the hell? He does the Georgian Side podcast. Podcast, not the podcast. That's nice too. That's nice. Yeah. Podcast, Yeah, podcast. That's nice. ჩვენთვის მაქვს პატარა საჩუქარი. ო, აბა ნახოთ რა არის? ჩემი მეგობარი კომპანია. კი, აისი. მაგარია. ყველაზე ქართული სუვენირი შენს ავტომობილში. რა საკაიფო, ნახე რა. და მეორე მანქანაში პერსონალურად მეჩავარჭობ. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. შევხვდებით ქარხანაშიც და შენს გარაჟშიც. ორივეგან დიდი სიამოვნებით. ხო, და მადლობა საშვისთვის. არაფერს. აქ ხომოდიხარ ჩემ შოუზე ნოემბერში. ნოემბერში. მოგცემ შაშვა. ნოემბერი, ნოემბერის აუცილებლად. პირველი აქეთ თუ ხარ მითხარი, აუცილებლად. უეჭველი შაშს მოგცემ. ჩემი season closer-ი იქნება ეგ. სადმე დონატებზე შევიდოთ. დრიფტზე შეგიყვან, კი. სიო, მერე რა you ხო, said. მოტოთი რო ვკატავ ხოლმე, დამაქვს სუდამ. ესე იგი, ესეც და სუმი ჩემ პატრონ რომელიც არის, ეგენი მეგონკავი ხალხი არიან. ამა he likes drifting. As drift is king of drift. He blows the We engine every outside, baby. time. We outside. You know how we do this. LFB outside. Gang, gang. Gang. Sum is a racer, big time racer. He races a very fast car. და იმენა უყურს გონკაობა, ყოველთვის გონკაობს. ამას დრიფტაობა უყურს. მე არც ერთი ვარ და არც მეორე, მე მიყვარს driving experience. This guy. He's the goat. He's the real goat. Beamers United. Okay, LFB, we thank you outside. guys. Shout out to everyone that came play. Okay. Long Island Beamers, Beamers United, New Jersey Beamers, Philly Beamers. You shout out to my guy behind the scenes right there. You know how we do this. Oh, ეს რალი მოყავს ხოლმე ამას ლონგაილი და ყოველ. Georgian air freshener, bro. No way. That's right. Look at that Caucasian guy, bro. That's a Caucasian guy right You also there. Georgian? Yeah. Oh, that's what's up. Yeah, he's Shout out to all my Georgians. Yeah. always Who? I don't think you got a lot of fucking beer. Yeah, bro. That's what it I need is. some of that.